პოლიტიკა იმიტომ გაქრა, რომ პოლიტიკოსები დამარცხენ. დამარცხდა ეგ ამბავი. ჩვენ მივედით მარტივ პრობლემასთან. ჩემ პრობლემა დადგა იქ, რომ მოკლედ არჩევნებით ვერ მოუგეთ და იმიტომაც მათ შორის ვერ მოუგეთ, რომ არ ისედაც თავში დაგვრჩა, რომ ბევრი ვერ ვიყავით, ცოტა კიდე მეტი უნდა ყოფილიყავით და ჩემი წმენა არის წავაგეთ. ზოგადად წავაგეთ რა ეს არჩევნები და ვიცოდი როგორ არჩევნებშიც გავდიოდით როგორც ჩემს რომ ვიცოდი რომ ეგეთ არჩევნები იქნებოდა ხალხს დავპირდით რომ ეგეთ არჩევნებშიც მოუგებთ იმიტომ რომ არსებობს რაღაც უპირატესობა რომელსაც დავდებთ მოუგებთ და ეგეთი უპირატესობა თუ დავდებთ და იმათა მართლა ციფრები გადაწერეს მე შენ იგზნობ რომ იმენა დაგვიწერეს რა იმენა გადაწერეს როგორც ვარდების რევოლუცია მოხდა რომ აშკარად გადაიხატა მე ექსიბრაზე იქნებოდა და ექსიბრაზე აკერავებდა მე ხელისუფლებაზე იქნებოდა რევოლუციური ამბები მოხდა ეგ არჩევნები არ დაიდო ეგ არც იმის განცდა არ იყო რომ ჩვენ მოვიგეთ და ეგრეთ წაგვართვეს იმის განცდა იყო რომ გაჟონა რომ ფიზიკურად ხალხმა ნახა რა თავის თვალით რომ სამკაჭი ერთ სანახი ქონდა მაგ თემის ჩაჭერის მაგივრად პოლიტიკურ ასპექტმა მეორე თემა ჩავაჭერით მეინსტრიმულმა ხარ შენ მახსოვს რა ხამას არ აჭერდი იმიტომ რომ საკუთარ უსისურობა ვინმეს დაენახა რომ ჩვენ იმდენი ხმები ვერ მოვიტანეთ კი არ არის პრობლემა პროცედურულად არასწორად არჩევნები ჩატარდა პროცედურასთან გვაქვს ასეთი პრობლემა რაც ყველაზე კმედითი არგუმენტი იყო, იმიტომ რომ ყოველმა ხოცმა იცოდა რა ეგ მოხდა რა უნდა გითხეს გაჟონა და ვიცით რომ გაჟონა. და არა გადავდეთ ეგ საკითხი, არავინ არ გამოვიდა ჩვენს აქციებზე, ძალიან ცოტა ადამიანს გარდა და მე კობახიძე გადაწყვიტა რომ ჩაიყოლებინა ჩვენს მარცხს, რაც იყო ჩემი პოლიტიკური ელიტის და ძალიან აქტიური ადამიანების, ძალიან ჩართული ხალხის დიდი მარცხი, ბევრი ძალიან კარგი ადამიანი და გამოვიდა და გითხრა ის რაც გითხრა, რომელიც მე ფიზიკურად აღარ იცი რა გააკეთა.